გაზრდილი ექსპორტი და ქართული კომპანიები გლობალურ გამოფენებზე. სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ექსპორტის მიმართულებით რეკორდული შედეგები აქვს. ქართული კომპანიები 20-მდე ქვეყნის 70-მდე საერთაშორისო გამოფენაში იყო წარმოდგენილი. ღონისძიებები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ამერიკაში, ჩინეთსა და იაპონიაში გაიმართა. ქართველმა ექსპორტიორებმა საკუთარი პროდუქცია ასეულობით 1000 სტუმარს გააცნეს. გავდივართ 14 საექსპორტო ქვეყანაში, აწარმოეს საქართველოსთან დაფინანსებით 2016 წლიდან მუდმივად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს, რაც ვფიქრობ, რომ მათი კონტრიბუცია ძალიან დიდი დახმარება არის ჩვენთვის. ჩვენი საექსპორტო ქვეყნებიდან ნახევარი მოდის ზუსტად ამ გამოფენებიდან. წელსაც ვგეგმავთ, რომ დავესწროთ მილანის მიპელის გამოფენას და ჩინეთში CIS. ზუსტად ეს არის შესაძლებლობა, სადაც ხვდები პოტენციურ ბაიერებს და აჩვენებ შენ პროდუქციას. ასევე ძალიან კარგი შანსი არის დაინახო თუ სად იმყოფება შენი ბრენდი მოცემულ მომენტში. გარდა გამოფენების დახმარებისა, აწარმოეს საქართველოს აქვს ძალიან კარგი პროდუქტი, საგარანტიო პროექტი, რომელსაც გეფერინი ძალიან ხშირად იყენებს და ვფიქრობ, რომ დაფინანსებებთან ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი. აწარმოეს საქართველოს კონტრიბუციით მსოფლიო გამოფენებში ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა საერთაშორისო შემსყიდველებთან ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ და საკუთარი პროდუქციის გაყიდვები გაზარდონ. კერძო სექტორის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში სააგენტო წლიდან წლამდე არაერთ პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულებებით, ეს არის როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სპეციალური პროგრამები, ექსპორტის ხელშეწყობისთვის, საგრანტო კომპონენტები, საკონსულტაციო დახმარება და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საერთაშორისო გამოფენები, სადაც ტრადიციულად სახელმწიფო აძლევს საშუალებას ქართველ მეწარმეებს, რომ წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა გლობალურ გამოფენებზე. აწარმოეს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და 2026 წელსაც ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმების დანერგვას გეგმავს. სააგენტო მეწარმეებს ექსპორტის სტიმულირების სხვადასხვა ინსტრუმენტს თავაზობს როგორც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის, ასევე განათლების მიმართულებით. იგეგმება ახალი პროგრამების ინიცირება, რომელთა შორისაც იქნება ექსპორტიორად ტრანსფორმაციისა და ელექტრონული კომუნიკაციის მხარდაჭერის პროგრამები. ექსპორტის მიმართულებით ასევე ძალიან საინტერესო წელი იქნება თქვენი სიახლეები. ბოლო პერიოდის ეს იყო ალიბაბას უმსხვილეს პლატფორმაზე 50 ქართული კომპანიის განთავსება, ასევე სხვადასხვა ახალი გამოფენების დამატება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ ახალ კომპონენტში შევალთ, ეს იქნება ლოჯისტიკური ხარჯების თანადაფინანსება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ყველა კვლევის მიხედვით. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2025 წლის ნოემბერში ექსპორტი 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული 782.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ასევე რეკორდულად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა და 9.5%-ს გაუტოლდა.